ერთგვარად სიმბოლური იქნება გიორგი კალანდიას წარდგენა, იმიტომ რომ პირველი ჩოხა ერთ-ერთ მათგანს სწორედ გიორგი კალანდია მაგითა და ამის შესახებაც ვკითხოთ მას. იტალიელი ავტორის მიერ შექმნილი პირველი ქართული გრამატიკის სახელმძღვანელო და ამსტერდამის მერი, რომელმაც ქართული შრიფტის ჩამოსხმის საქმეში უდიდესი როლი შეასრულა. თურქეთში მცხოვრები ქართველების დედაენა და ჟურნალი ჩვენებურები. გიორგი კალანდიას რუბრიკაში ამბები ხელოვნების სასახლიდან. შემოგვიერთ და გიორგი ჩვენი სტუმრები ვიცი ნახე კულისებში ასე ძალიან გამიხარდა და ძალიან სიმბოლურია რომ დღევანდელ დღეს თურქეთელი ქართველები აქ არიან თუმცა მათზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ დღეს 14 აპრილია ქართული ენის და ქართული ანბანის დღე თუ შეიძლება ასე დავარქვათ მინდა გითხრათ რომ საქართველოს ხელოვნების სასახლემ ეს თარიღი ყველაზე ორიგინალურად აღნიშნა ეს თარიღი დღეს აღინიშნა გუგლის კულტურული ინსტიტუტის მიერ პირველად ხდება, როდესაც სოფლიოს ასეთი დიდი ინსტიტუცია ქართული ანბანისადმი მიძღვნილ ამ დღესასწაულს თვითონ აღნიშნავს და მის სივრცეში ჩაიტვირთა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ეს გამოფენა გუგლის კულტურული ინსტიტუტი არის სოფლიოში უდიდესი გაერთიანება. ის მოიცავს სოფლიოს რამდენიმე მუზეუმს და აქ არის ჩატვირთული საუკეთესო შედევრები ცნობილი მხატვრებისა. მე ახლა სარეჟისოროს ვთხოვ რომ ჩვენს ეკრანზე აჩვენოს ერთ-ერთი მასალა, რომელიც მე საგანგებოდ მოვამზადე, ეს არის ის გამოფენა, რომელიც ჩაიტვირთა გუგლში. მიძღვნილი არის მთლიანად ქართული ანბანისადმი და თქვენ აქ ნახავთ ქართული ანბანის და ქართული სამწერლობო კულტურის საუკეთესო. ეს არის გუგლის კულტურული ინსტიტუტი, ასეთი სახელოვნებო გაერთიანება, აქ კრიფავთ სიტყვა ქართული ანბანი ან სიტყვათა Georgian alphabet. დიახ, ქართული ალფაბეტი და თქვენ ნახავთ ამ მასალას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მინდა მიხვდეთ, ახლა ჩვენ მეორე ნაწილს ნახავთ მომზადებული მასალისა, ეს არის ბოტიჩელის ძალიან ცნობილი ტილო, თქვენ შეგიძლიათ ის უფიცის გალერეაში ნახოთ, მაგრამ რაც გუგლს ახასიათებს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის უმცირეს დეტალებში, აი თვალები და კიდევ უფრო ახლო შეგიძლიათ მიხვდეთ და ნახოთ ერთი თვალი, ანუ ეს მხოლოდ და მხოლოდ გუგლს ახასიათებს, მეტი არავის, ეს არის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც გუგლმა მოამზადა და საქართველოსთან ერთადერთი პარტნიორი საქართველოს ხელოვნების სასახლეა. მე გითხარით რომ ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა ჩაიტვირთა დღეს დილას და პირველად ვამბობ ამას თქვენს ეთერში თუ როგორ მომზადდა ეს გამოფენა, რას ეძღვნება, მოდით მოусმინოთ. მერი ხარაიშვილს, რომელმაც მოამზადა ეს გამოფენა გუგლისათვის. შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა, რომელიც ასახავს ქართული ანბანის ისტორიას დასაბამიდან დღემდე, ქართული ანბანის ევოლუციას, განვითარების ეტაპებს და საკმაოდ ლოგიკურად და საკმაოდ სწორხაზოვნად აჩვენებს არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ ზოგადად საერთაშორისო აუდიტორიას, თუ როგორ ვითარდებოდა ქართული ანბანი, როგორ გაიარა გარდამავალი ეტაპები ასომთავრულიდან ნუსხახუცურიდან მხედრულზე და როგორ ცოცხლობს დღემდე სამივე სახეობა ქართული ანბანისა. დღეს 14 აპრილია ქართული ენისადმი მიძღვნილი დღე და გადავწყვიტე რომ რაღაც განსაკუთრებული რაკურსით მოგიყვეთ ჩვენი ენის და ჩვენი ანბანის ისტორია. დავიწყებ იმით რომ ყველას გაგიგიათ რომ ქართული ანბანი არის განსაკუთრებული და მას განსაკუთრებული ადგილი უკავია 14 დამწერლობას შორის. ეს მითია, სოფლიოში 14 დამწერლობა არ არსებობს, არსებობს გაცილებით მეტი, მინიმუმ 40, იმისათვის რომ ჩემი ნათქვამი გავამყარო, მე ვთხოვ ახლა ეკრანზე გაჩვენონ თქვენ ეს ალფაბეტის ნიშნები და გეტყვით რომ სოფლიოში როგორც გითხარით 40-ზე მეტი. აი მაგალითად ჩინური, ლათინური, არაბული, მეოთხე არის დევენაგარი, იგივე ინდური დამწერლობის ერთ-ერთი ფორმა, შემდეგ არის კირილიცა, შემდეგ კუნძულ იავადან იავური, კორეული, ასევე არის ინდოეთიდან ტელუგუს ანბანი, ასევე ინდოეთიდან გუჯარათის ანბანი, ასევე სინჰალას ანბანი შრი-ლანკადან, ებრაული ანბანი გამოჩნდება ახლა სულ
მომხდომარე ჩვენს ეკრანზე, ეს გახლავთ ეთიოპური ანბანი, შემდეგ ბერძნული, აი ახლა ჩვენ ხედავთ ებრაულ ანბანს, ბერძნულს, შემდეგ უკვე საკმაოდ ცნობილი სომხური ანბანი, ქმერების ანბანი, დამწერლობა ბატაკი კუნძულ სუმატრადან, ის რაღაცნაირად ქართულს გავს, მონღოლური ანბანი, ახლა დავინახავთ მონღოლურ ანბანს, შემდეგ იქნება სირიული ანბანი და 21-მე გახლავთ ინუქტიტუს ანბანი, რომლითაც კანადის ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. ამდენად არსებობს 14-ზე გაცილებით მეტი ანბანი, მაგრამ ქართული, მათ შორის ერთ-ერთი უძველესია. თქვენ იცით, რომ ქართული ანბანის უძველესი ნიმუშები ნაპოვნია არა საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს მიღმა და სადა არა თუ არა წმინდა მიწაზე, პალესტინის ტერიტორიაზე 1952 წელს ეს ანბანი აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. ეს არის 3 ნიმუში, აქედან ერთი დღეს დაკარგულად ითვლება. ისინი თარიღდება 430-522 წლებით და საქართველოში აღმოჩენილ, უпростоად საქართველოში არსებულ ბოლნისის სიონის წარწერებს ნახევარი საუკუნით უსწრებს. აქ მოიხსენიება საკუთარი სახელები ბაკური, გრიგორი, მარუანი და ბურზენი, ანტონიაბაი და იოსაი. ეს ძვირფასი ქართული წარწერები დღემდე იერუსალიმში ფრანცისკანელთა ორდენის მუზეუმშია დაცული. იცით თუ არა, ვინ გამოსცა პირველი ქართული გრამატიკის წიგნი? ბახვამ თქვა თავის ანონსში, ეს არის იტალიელი, აი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს ეკრანზე, ეს არის ფრანცისკო მარია მაჯო. მე განსაკუთრებით ვამაყობ იმითი, რომ ქართული ანბანის შემოქმედი არის ევროპელი. ფრანცისკო მაჯიომ ქართული ანბანის წიგნი დაწერა, აი აგერ თქვენ ხედავთ, ის გამოიცა 1670 წელს და შედგება 153 გვერდისაგან. ტექსტის პირველი ნაწილი უკავია ორთოგრაფიას, მეორე ნაწილი უკავია ეტიმოლოგიას, ნაწილი მესამე სინტაქსს, ხოლო სულ ბოლო მეექვსე ნაწილი ეთქმობა ღვთისმშობლის სავედრებელს. 1637 წლიდან ცხოვრობდა იტალიელი მისიონერი საქართველოში და მან იმდენად კარგად შეისწავლა 8 წლის განმავლობაში ქართული ენა, რომ შექმნა სახელმძღვანელო და როგორც ქართველი ენათმეცნიერები ამბობენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული ენის პოპულარიზაციისათვის უცხოეთში და უფრო მეტსაც გეტყვით, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა სამყაროში ქართული ენისადმი მიძღვნილი გრამატიკა პირველი გახდათ. ასე რომ მაჯიოს ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ანბანის და ქართული ენის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ამსტერდამის მერსაც, ის გახლავთ აი ნიკოლას ვიცენი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული ანბანის და ქართული წიგნის ბეჭდვის საქმეში. მან 1705 წელს გამოსცა ქართული ანბანი, მოდით ახლა მე ვთხოვოთ ჩვენ დიდ ეკრანზე გვაჩვენო სწორედ 1705 წელს ვიცენის მიერ გამოცემული ეს ლექსიკონი, აი თქვენ ხედავთ ამ ლექსიკონს, დააკვირდით, აქ უცნაური რამ ხდება, ქართული სიტყვებიც და მათი შესაბამისი ნიდერლანდული განმარტებაც აქვე. აბა წამიკითხეთ. წამალი. და შესაბამისი ნიდერლანდული განმარტება. აი აბა საღამოს შესაბამისი განმარტება და აი მაგალითად წამოწოს ეს სიტყვა მეძნელება და მისი შესაბამისი განმარტება. საიდან შეისწავლა ქართული ანბანი? როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას მას აწვდიდა ქართველი მეფე მოსკოვში გადახვეწილი. კი ბატონო, საჩუქრებით წერია და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას ნიკოლა ვიცენს აწვდიდა მეფე არჩილ მეორე, მას აი თვითონ ვიცენი, საკმაოდ წარმოსადეგი ევროპელი მამაკაცი, რომელიც ძალიან მოიხიბლა ქართული ალფავიტით და ეს წერილი, რომელიც მას არჩილ მეორემ გაუგზავნა და გადაუხადა მადლობა, იმდენად მოეწონა არჩილ მეორის კალიგრაფია ნიკოლას ვიცენს, რომ თავის წიგნში
დაბეჭდა. თუ საუბრობთ ქართულ ენაზე და ქართულ ანბანზე, ეს დარგი წარმოუდგენელია ვახტანგ მეექვსის გარეშე, მეფე განმანათლებელი, მეფე, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი დადო ქართული ენის და ქართული ალფავიტის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეცნიერულ შესწავლას 1709 წელს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საგანგებოდ აშენებულ შენობაში ვახტანგ მეექვსის მეცადინეობითა და წყალობით იბეჭდება პირველი ქართული წიგნი სახარება. ამისათვის უნგროვ-ლახეთიდან ჩამოიყვანეს მიხაი უნგროვ-ლახელი, მას მიხაი იშტვანოვიჩიც ეძახიან. პირველი წიგნი გახდათ სახარება, რომელიც ახლა თქვენს ეკრანზე ჩანს. აქ მეფე ვახტანგი მოიხსენიებს თავის მშობლებს, თავის მეუღლეს რუსუდანს და თავის შვილებს, ხოლო წიგნი მთავრდება მეფის პორტრეტით, რომელსაც ასომთავრულით გარშემო შემოვლებული აქვს საგანგებო წარწერა. ასე რომ მეფე ვახტანგიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი ენის და ჩვენი საერთოდ მეცნიერების ისტორიაში. თუ საუბრობთ ქართულ ენაზე, ქართული ენა წარმოუდგენელია დედაენის გარეშე, დედაენა კი იაკობ გოგებაშვილის გარეშე. ის გახლავთ ამ სახელმძღვანელოს შემქმნელი. დედაენა პირველად 1876 წელს გამოვიდა, მას საკმაოდ დიდი სახელი ჰქონდა. დედაენა, ქართული ანბანი, პატარა მოთხრობებით, ლექსებით, აღწერებით და დედნით ყველა სარწმუნოების ქართველთათვის ასე ეწერა. ეს არის ქართული ენის შესასწავლი ორიგინალური სახელმძღვანელო, მის გარეშე ქართული განათლება ფაქტიურად წარმოუდგენელია. 1876 წელს ის ერთნაწილიანი იყო, თუმცა 2 წლის კურსს მოიცავდა, ხოლო მოგვიანებით ის 2 ნაწილად გამოვიდა. პირველ ნაწილში იყო შესული ქართული ალფავიტის, ანუ ქართული ანბანის შესასწავლი მასალა, ხოლო მეორე ნაწილში იყო უკვე მოთხრობები, საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული სტატიები, რომლებიც ბავშვს განათლებას აძლევდნენ. ეს წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ავტორის გარდაცვალებამდე, ანუ 1912 წლამდე 33 ჯერ გამოვიდა. ორიგინალური იყო ძალიან დედაენა, მასში შრიფტიც კი განსაკუთრებული გახდათ, ამაზე იაკობ გოგებაშვილმა იზრუნა. თუ რანაირი შრიფტი იყო დედაენაში გამოყენებული, მოდით ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ნინო ნასიძეს მოусმინოთ. პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის სტამბაში 1827 წელს ჩამოსხეს ქართული შრიფტი, რომელიც აკადემიური სახელით არის ცნობილი და ეს შრიფტი თავის დროზე შეუქმნია ფრანკ მხატვარს დელაფორს თეიმურაზ ბატონიშვილის ხელნაწერი ასოების ნახაზების მიხედვით. აი მოგვიანებით სწორედ ამ შრიფტის გადამუშავებულ ვარიანტს იყენებს იაკობ გოგებაშვილი თავისი დედაენისა და სხვადასხვა წიგნების დასაბეჭდად და ამან ერთობ პოპულარული და ცნობადი გახადა შრიფტის ეს სახეობა იმ პერიოდის საქართველოში. ქართული ენა ძვირფასია ქართველებისათვის ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ამ თვალსაზრისით გამოვარჩევ თურქეთელ ქართველებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ხელი-ხელს აგოგმანები ქართული ენა დღემდე მოიტანეს, ისინი დღემდე ქართულად საუბრობენ. მინდა გითხრათ, რომ 1977 წელს ქართული ენის და საერთოდ ქართული სიტყვის ბეჭდვის ისტორიაში მოხდა განსაკუთრებული მოვლენა თურქეთის ილია ჭავჭავაძეთ წოდებული აჰმედ მელაშვილის ინიციატივით გამოიცა ჟურნალი ჩვენებური, რომელიც საქართველოს საზღვრებს მიღმა ერთ-ერთი პირველი ქართული პერიოდული გამოცემა იყო. თავიდან თურქეთის ხელისუფლება ამ ჟურნალს ზღუდავდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ უკვე თურქეთში გამოიცემოდა. ჟურნალის პირველი ნომერის რედაქტორი გახდათ შალვა თევზაძე, ხოლო მე-6 ნომრიდან უკვე თავად აჰმედ მელაშვილი. ეს ჟურნალი ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისათვის, რადგან თურქეთის ქართველებმა სწორედ ამ ჟურნალის დახმარებით შეინარჩუნეს ეს ჩვენი მშობლიური ენა და ისწავლეს და სწავლობენ ქართულ ალფავიტს სწორედ ამ ჟურნალის დახმარებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თურქეთელი ქართველები ჩვენ სტუდიაში მოვიდნენ და დარწმუნებული ვარ, ისინი განსაკუთრებულ განწყობას მოიტანენ არა მარტო ამ სტუდიაში, არამედ სრულიად საქართველოში. ასეთი იყო ამბები ხელოვნების სასახლიდან, რომელიც ქართული ანბანის ისტორიის შესახებ. დიდი მადლობა გიორგი. ყოველთვის ძალიან საინტერესო. ჩვენ სტუმრებთან. თქვენ სტუმრებს იმდენი არიან, რომ მე
ხელს არ შეუსრි, ჯობია რომ ისინი აქ იყვნენ. თავარია რომ ნახე და უკვე შევხვდი მათ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს იყო ჩვენი ტრადიციული და ყველაზე კარგი რუბრიკა. გიორგი, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა.